ვარ ანასტასია ბერიძე 7 წლის. სწავლობ მეხუთე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, სიმღერა და ცეკვა. აქედან ყველაზე მეტად უფრო მიყვარს სიმღერა. სიმღერაზე არ დავდივარ და მალე მინდა შევიდე. სახლში მქონდა მიკროფონი და სამწუხაროდ გამიფუჭდა. ეს ბევრი სიმღერა ვიცი, მაგრამ ახლა ვნერვიულობ და ყველა დამავიწყდა. ისე მაქვს კარგი ხმა, რომ მინდა ვიმღერო დიდ სცენაზე. 1 წელია დავდივარ ცეკვის წრეზე. ჩემი ქორეოგრაფია გოგიტა ფაღავა. ძალიან მხიარულია და სულ კარგ ხასიათზეა. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ცერებზე დადგომა. ყველაზე უფრო გამიადვილ და ხელები საწევა. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ლეთია ეს. ჯერ კონცერტი არ მქონია და მალე მექნება. ჩემი პირველი კონცერტი მინდა მქონდეს თბილისში. ამ კონცერტზე მინდა მეცვას გრძელი წითელი კაბა. შეიძლება ქონდეს შავი ქმარი და ქართული ორნამენტები. მე კიდევ ვაპირებ ვიცეკო 10 წელი. ძალიან მეყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან კარგი მოსწავლეები მყავს და ძალიან კარგი მასწავლებელი. ჩემ სკოლაში ყველაზე მხიარულია ლილე ბერიძე. ყველაზე ჭკვიანია გიო ინაშარიძე. ყველაზე მშვიდია ანასტასია ჯამბერიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პრანჭია, მეგობრული და კეთილი. ისეთი ლამაზი ვარ, რომ გავარფერიას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ქეთი დევიძე. იმიტომ რომ საყვარელია, ბედნიერია, ბევრ რამეს გვასწავლის, ძალიან კეთილია, გვეხუტება და ძალიან თბილია. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ როცა რამეს ვკითხულობთ, იღმის და მაგიტომ. ახლა მინდა ვიყო 9 წლის, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ვიქნები და მაგიტომ. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ძმა, ბებია და ბაბუა. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა და 2 და. ჩემი ძმა არის 9 წლის და ჰქვია დათა. ეს არის ცელქი, ჭკვიანი, კეთილი და მომღიმარე. ჩემი აზრით დათა რო გაიზრდება, გახდება ფეხბურთელი. მამიკო არის მშრომელი, კიდევ კეთილი, საყვარელი, თბილი და კიდევ სიმპათიური. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ნაზი, საყვარელი და თბილი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ სოფლიოში. დედიკო კიდევ არის ჩემსავით კარგი დიასახლისი. სახლს ალაგებს ჩვენზე ზრუნავს და გემრიელ საჭმელებს აკეთებს. მეც ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად რომ საჭმელი გავაკეთე, ვიყავი 5 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე გემრიელად ვაკეთებ ბრინჯს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პინოქიო. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვიცი სახლის ხატვა, მდინარეს ხატვა, ხიდის ხატვა, გოგონას ხატვა. ყველაზე რთულია მთის დახატვა. ყველაზე ადვილია მზის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ცისფერი და არ მიყვარს ვარდისფერი. ჩემ ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ შევინახავ და მერე დიდი რო გავიზრდები, ჩემ ნახატებს დავათვალიერებ. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 4 წლის ასაკში. მეჩქარება გაზრდა, მაგრამ უკვე მენატრება ჩემი ბავშვობა. მე ნახატებს ყველაზე ხშირად ვუჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ამიტომ მიყვარს დაბადების დღე და ახალი წელი. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუკა სტიჩი, ფუმფულა და პლასტენილები, ბოთლი. წელს მინდა მაჩუქოს მძივები. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 40 წლის. მისი ნამდვილი სახელია ნიკა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი თურქეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ანასტასია რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე ანასტასია დამარქვა დედიკომ და ძალიან მომწონს ეს სახელი. მაგრამ ანასტასია რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ნატა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასე შეკითხვას.
რომელი სუპერძალა უნდა რომ გქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. ფრენები შემეძლოს აქედან პირდაპირ გავფრინდებოდი ხათუნა დეიდასთან. ბედნიერება არის ხატვა, დედეკოს ჩახუტება, ძაღლი, კატა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.